დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დღეს ხსენება არის ღირსი მამის გრიგოლ პალომას თესალონიკის მთავარეპისკოპოსის. მისი წმინდა ნაწილები თესალონიკში არის დაბრძანებული. იყო დიდი მლოცველი და მქადაგებელი. იყო იესოს ლოცვის პრაქტიკის განმაახლებელი, აღმადგინებელი. ათონის თაზე და მთელ სამართლდიდებულში. რისთვისაც მას, ასე ვთქვათ, დიდი განსაცდელები შეამთხვიეს, შეიძლება ითქვას, არასორი სწავლების მიმდევარმა მამებმა. იყო საოცარი ღვთისმეტყველი და მიუხედავად თავისი მაღალი ესეთი წოდებისა იყო ასკეტი მონაზონი. შაბათობით ხვდებოდა მრევლს, დანარჩენი დღეები საკუთარი თავის, საკუთარი სულის ცხონების საქმეს ეწეოდა. ლოცულობდა, კითხულობდა და ისმენდა მამათა, ასე ვთქვათ, სწავლებებსა და კითხულობდა სასულიერო წიგნებს. დიდი მარხვის მეორე კვირას არის ამ დიდი მამის ხსენება. თითქოს ჩვენთვის ეკლესია გვახსენებს, რომ როგორი ზრუნო გმართებს და სახარებისეული სიტყვები მოდის ჩვენს გონებაში და გვესმის ცხადად. ეს მოდღმა ჩვენზეა ნათქვამი და მომავალზეც. თვინიერ მარხვისა და ლოცვისა ვერ განერეს, ვერ მოერიოს იმ განსაცდელებს, რომლებიც ხილულად და უხილავად ებრძვის თითოეულ ჩვენთანაც. ლოცვის ძალა ძალიან დიდია. მარხვაში ყოველდღიური მსახურება წირვა არ არის, მაგრამ პირველშეწირულის მსახურება ტარდება. ეს არის ძალიან კარგი მსახურება და მრევლისთვისაც ძალიან გასახარელი. თუმცა ყველა ვერ ვახერხებთ გასაგები მიზეზების გამო. ეკლესია ყოველთვის მიგვანიშნებს და გვეუბნება, რომ ლოცვით, მარხვით და საკუთარ სულზე ზრუნვით, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ გზით ჩვენ დავძლებთ ყველანაირ სიძნელეს, რომელსაც ეს წუთი სოფელი გვიმზადებს. დიდი მამები, რომლებიც უდაბნოში ცხოვრობდნენ და სულის ცხონებისათვის ღმერთს ევედრებოდნენ, ისინიც კი საოცარ თავდაბლობას იჩენდნენ და არც კი თვლიდნენ, რომ მათი ღვაწლი საკმარისი იქნებოდა მათი სულის ცხონებისათვის. ერთი მეუდაბნოე მამა იყო, ძალიან განხოლოებით ცხოვრობდა, თავის სენაკში ყოველთვის ლოცულობდა და ყველანაირად ყველაზე თავდაბალი იყო და ყველაზე დიდ საქმეებს, უბრალო საქმეებს ის აღასრულებდა. და როდესაც მისი ამ სოფლიდან გასვლის ჟამი დადგა წინასწარეულთა, შეშფოთებული იყო და ცხრემლის დიოდა და მამებმა კითხეს, მამაო, განა შენც ტირი ხარ, შენც გეშინია? და პასუხად ეუბნება, ძმანო და მამანო, მე როგორც ვფიქრობ, ვიშრომე ღვთის საქმით, მაგრამ მე არ ვიცი ეს ჩემი შრომა მოეწონა თუ არა ღმერთს, რადგან უფლისა მსჯავრი სხვანაირია და განსხვავებული ადამიანთა შეხედულებისა და განჟისაგან. ეს ძალიან დიდი მამა იყო. ისეთი თავდაბლობა ჰქონდა, რომ ერთხელ ალბათ ცილის სამების გამო მივიდნენ მასთან სხვა მონაზვნები, ბერები და უთხრეს, შენზე გავიგეთ, რომ მატყუ არ ახარო. იო მართალს ამბობენ, შენზე გავიგეთო, რომ განიკითხავ ყველასო. ესეც მართალი არისო. შენზეც გავიგეთო, რომ გაუმაძღარი ნაყროვანი ხარო, მართალია.
და კიდევ გავიგეთო რომ ერეტიკოსი ხარ. არაო, ერეტიკოსი არ ვარ. და მაშინ განმარტა. ყველა ადამიანი ცოდვისგან მიდრეკილია, რადგან ჩვენი ბუნება ადამიანის სამოთხეში დაცემისა და იქიდან გამოდევნის შემდეგ მიდრეკილი არის ცოდვისკენ. და ეს განსაცდელი ყველას შეხვდება. ხოლო გახდე ერეტიკოსი, ანუ ურჯულოდ მქადაგებელი ქრისტეზე, სულის ცხონებაზე, მართალ აღსაარებლობაზე, ეს უკვე შენინებით არჩეული შეცდომა არის. ამიტომ მე ერეტიკოსი არ ვარ. ძალიან საყურადღებო ნათქვამი წინადადება სიტყვებია. ეკლესია გვახსენებს, რომ ლოცვის, მარხვის და სასულიერო ცოდნის შეძენის გარეშე ძალიან ძნელი იქნება, რომ ადამიანმა თავი დაიცოს არასწორი სწავლებებისაგან. და მერე ბეშმაკი რო იტყვიან მულჩაუხელად იწყებს შრომას. 1000 სრუსწავლებას, 1000 მჩხივაობის მოყოლას იწყებს და ადამიანის გონება მიმოიტაცება, დაპყრობილი ხდება და მერე ადვილად აღიარებენ ადამიანები. კითხავთან მივდივარ, ქრისტიანები, კითხავთან მივდივარ, რომ რაღაცა სულის სასარგებლო მოვისმინო. როდესაც ჩვენ პირველად აქ ჩამოვედით, საკვირველი ამბავი გახსოვთ ალბათ ყველას აქ იატაკის ფილაქაზე ხელის ანაბეჭდი იყო. ერთი მსახურების დროს ძალიან ჩოჩქოლი გვესმოდა საკურთხეველში და სტიქაროსა თუ ხარი, აბა გაარკვია რა შეესახა. მოხდა სასწაული რა უბრალოდ გაგვიკვირდა. ამ ხელთან დიდი ჯგუფი ადამიანების იდგა და რიგრიგობით წრილფულს, ხურდაფულს ყრიდნენ, იჩოქებდნენ და რაღაცას ბუდბუდებდნენ. შემოვიდა და ვკითხე რა ხდება. ესე იგი იმ ხელსო ევედრებიან სურვილების ასრულებას. სირცხვილია და მომაკვდინებელი შეცდომა, ცოდვა არის. სანთელ-სანთელდე ხატებთან და მერე მიდიოდე და ვიღაცის ფუჭად ნათქვამ სიტყვას ენდობოდეს ქრისტიანი, რომელსაც ყოველთვის ესმის და თავადაც ამბობს ლოცვაში. სასოებად ჩემდა მამა, შესაძლებლად ჩემდა ძემ, ფარულად ჩემდა სულიწმინდა, სამებაო წმინდა დიდება შენდა. ამ სიტყვების მთქმელი და მოსმენი ადამიანი როგორ შეიძლება იმ ფილაქანის ტვიფარზე რაღაცა გამოსახულებას ენდობოდეს, ეიმედებოდეს და სურვილებს ჩაუთქვამდეს. ეს სრულსარწმუნოება უვიცობასა და თამოწონებაზე არის დამოკიდებული, დამყარებული. ეკლესია, წმინდა მამები ეკლესიის საყოველთაოდ გვაფრთხილებენ. მოციქულები, სარწმუნოებას აშინა მეცნიერებას უნდა ვეძებდეთ. ჩვენი რწმენა არ უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ სანთელი დავანთოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის მართალი რწმენა და მართლა აღსარებლობა. ჩვენი წინაპრები ესეთად ცხოვრობდნენ და ამიტომაც ღვთისმადლით შემოგვინარჩუნეს ენა, მამული და სარწმუნოება. დიდი მახვის პერიოდია. ღირსი მამა გრიგოლ პალამა შეგვეწიოს ჩვენ ყველას. დაიცვას ჩვენი გული და გონება უჯერო, არამართებული აზრისაგან და სწავლებისაგან და მოგცეს სურვილი და შემართება, რომ ყოველთვის ვევედრებოდეთ უფალს, სულის ცხონებას, მოყვასის ცხონებას და ჩვენი ქვეყნის ძლიერებას, რადგანაც და მშვიდობას, რადგანაც მშვიდობა არის ის გარემო, სადაც ღვთის წინაშე ლოცვა აღევლინება და ბევრი ადამიანი ლოცულობს. განსაცდელში ძნელია გონება მოიკრიბო და
ევედრო უფალს, თუმცა განსაცდელი გვაფხიზლებს და გზრდის. სწორი გზის მაჩვენებელი არის, თუ როგორ და რანაირად უნდა ვიცხოვროთ. ღმერთს ვთხოვთ ჩვენი ყველას ერთობას ღმერთთან, რადგანაც სახარების სიტყვას თუ გავიხსენებთ, რომ ვიყოთ ერთი მწყემსისა, ერთი სამწყსო. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არის ღმერთი.